BBC-მ სრულიად მცდარი დოკუმენტური ფილმი გადაიღო. როგორც ხშირად ხდება BBC-სა და CNN-ის მსგავსი მედიის შემთხვევაში, სრული აბსურდი. ისინი ფიქრობდნენ, რომ საქართველოს მთავრობა ამას ჩვეულებრივ პროპაგანდად მიიჩნევდა და ყურადღებას არ მიაქცევდა. მაგრამ ამჯერად საქართველოს ხელისუფლებამ სხვა გზა აირჩია და თქვა: იცით რა, ჩვენ ამ ადამიანებს სასამართლოში მივიყვანთ. ამიტომ მათ საქმის რეალური გამოძიება დაიწყეს, რადგან დოკუმენტურ ფილმში ისეთი რამ იყო ნათქვამი, რაც არასდროს მსმენია. ჯეფრი, ისინი ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს მთავრობამ პირველი ან მეორე მსოფლიო ომის დროინდელი იარაღი, ქიმიკატები გამოიყენა, რომლებიც სრულიად უკანონოა და საკუთარი მოქალაქეები მოწამლა. სრული აბსურდი. არა, კარგი რა. დიახ, ეს ფილმი ყველა საინფორმაციო არხზე გავიდა. მოულოდნელად BBC-მ უკან დახევა დაიწყო და თქვა: არ ვიცით რაზე ლაპარაკობთ, ჩვენ არაფერი გვითქვამს, არ გამოგვიძიებია. უბრალოდ ქუჩაში ხალხს უსმენდით. სრული სისულელი. ახლა კი სწრაფად გკითხავთ, როგორია თქვენი აზრი საქართველოსა და იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობენ გადატრიალების მოწყობას იმ მთავრობის წინააღმდეგ, რომელსაც რეალურად ბუნებრივი, ლეგიტიმური ურთიერთობა სურს რუსეთთან და ევროპასთან. ხალხმა ეს უნდა იცოდეს. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ამერიკა და დიდი ბრიტანეთი რეჟიმის ცვლილებაში არიან ჩართულნი. ალბათ ბრიტანეთი უფრო მასწავლებელია, ამერიკა კი მოსწავლე. მაგრამ ეს MI6-ისა და CIA-ის ჩვეულებრივი პრაქტიკაა 10 წლეულების განმავლობაში. უკრაინამ ეს საკუთარ თავზე იწვნია 2014 წლის თებერვალში. რეჟიმის შეცვლის იდეა სხვადასხვა გზით ხორციელდება, მათ შორის ეგრეთ წოდებული ფერადი რევოლუციებით, პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევით, ან ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნით, რომლებიც დასავლური მთავრობების ან მათი ფარული სტრუქტურების მიერ ფინანსდება. ეს რეალური ფაქტია და ნამდვილად იყო საქართველოს გამოცდილების ნაწილი. საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა ეწინააღმდეგება ამგვარ გარე ჩარევას ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში. მაშინ, როცა ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, ევროპა და ევროკავშირი გარკვეულ თამაშს თამაშობენ საქართველოში. რათა აქ ნატოს მომხრე, პროდასავლური დანიშნო. მე ვიცი, როგორ მუშაობს ეს მექანიზმები, რადგან ძალიან ახლოდან მინახავს. ეს რეალობაა. როდესაც საქართველოს მთავრობამ თქვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან იღებენ დაფინანსებას, უცხოეთის აგენტებად უნდა დარეგისტრირდნენ, მან ამით პასუხი გასცა. ეს აბსოლუტურად სწორია, რადგან მიმდინარეობს თამაში და ეს თამაში ძალიან არასასიამოვნოა. ამერიკა და დიდი ბრიტანეთი ამ პროცესის საყრდენებია, მაგრამ ევროპაც სულ უფრო მეტადაა ჩართული. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მოლდოვაში და ბევრ სხვა ქვეყანაში. ისინი ცდილობენ მთავრობების დამხობას, არჩევნების მანიპულირებას, კანდიდატების დაბლოკვას, რომლებიც სიმართლეს ამბობენ და ასე შემდეგ. ამიტომ ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა აბსოლუტურად მართალია, როცა ახლა ძალიან ფრთხილად მოქმედებს. მე მინდა ამერიკამ დახუროს ისეთი ინსტიტუტები, როგორებიცაა ეროვნული დემოკრატიის ფონდი, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი, ეროვნული რესპუბლიკური ინსტიტუტი. ყველა ის გზა, რომლითაც ამერიკა სხვა ქვეყნების პოლიტიკაში ერევა. და რა თქმა უნდა მსურს, რომ MI6-მა და CIA-მ, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ ამ პროცესს, შეწყვიტონ ეს სრულიად უკანონო და ძალადობრივი ქცევა. ისინი შეიძლება სადაზვერვო ორგანიზაციები არიან, ეს არ მადარდებს. მაგრამ არ უნდა იყვნენ რეჟიმის შეცვლის აგენტები და იმ მთავრობების პირადი არმია, რომლებიც ანგარიშვალდებულნი არ არიან სიმართლის წინაშე. ზუსტად, დიდი მადლობა. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.